მოგესალმებით, დღეს ეთთოქის სპეციალური ეპიზოდი გვაქვს, სადაც ვსაუბრობთ პლუსის დაბადების დღეზე, სადაც ყველაფერი ორმაგდება. დღეს ეთთოქში სტუმრებიც გაორმაგდა. სოფო კალანდაძე, ლოიალურობის პროგრამის სექტორის უფროსი არის ჩვენთან სტუმრად და ასევე სოფო კალანდაძე, ლოიალურობის პროგრამის სექტორის უფროსი. მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? გამარჯობა, კარგად, როგორ ხართ? კარგად, მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. რა ხდება 5 ივლისს? ძალიან მიხარია, რომ დღეს უნდა ვისაუბროთ ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღეზე და ვიძახი ხოლმე, რომ ჩემთვის რაღაცნაირად მეორე დაბადების დღე არის 5 ივლისი. თავიდან რომ დავიწყოთ, ზოგადად რა არის პლუსი, ხო? ამაზე რომ ვისაუბროთ. პლუსი არის საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამა, რომლის მთავარი ამოცანაც არის, რომ ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიური ხარჯი რაღაცა მეტად სარგებლიანი და მეტად საინტერესო გავხადოთ. და სწორედ ეს ყოველდღიური ბენეფიტები ქმნის იმ დღეს, რომელსაც ქვია 5 ივლისი და რომელსაც ქვია პლუსის დაბადების დღე. წელს პლუსი ხდება 9 წლის და წელს როგორც ყოველთვის პლუს ქულები ორმაგდება და 5 ივლისი არის გაორმაგების დღე. პლუსის 5 ივლისი და ზოგადად პლუსის დაბადების დღე არის რაღაცნაირად სახალხო დღესასწაული, სახალხო დღე, იმიტომ რომ ჩვენი მომხმარებლები წლიდან წლამდე აგროვებენ ქულებს იმისთვის, რომ ამ დღეს ძალიან განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ. ხო, მეც მათ რიგებში ვარ, სხვათა შორის, ვინც ამ დღეს აქტიურად ელოდება ხოლმე. მოდი სოფოსთან მექნება შეკითხვა, რატო არის წლის საუკეთესო დღე შოპინგისთვის? სოფომ ძალიან ბევრი ელაპარაკა უკვე ზოგადად პლუსზე და 5 ივლისზე, თუმცა მეც დავამატებ იმას, რომ 5 ივლისი არის რაღაცა გრანდიოზული დღე, როდესაც ყველა ემზადება შოპინგისთვის და რატომ არის ახლა ეს დღე ესეთი გრანდიოზული, ხო? ამ დღეს ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ისეთ პროდუქტებზე, რომელსაც წლის განმავლობაში არც ერთ დღესასწაულზე არ აქვს განსაკუთრებული შეთავაზება, ჩვენ ამას ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს და ისეთ პროდუქტებზე ვეუბნებით, რომ არ აქვს 50%-იანი ფასდაკლება, რომელსაც Black Friday-ზეც კი ვერ შევხვდებით. ხშირად აიგივებენ პლუსის დაბადების დღეს Black Friday-სთან, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც პლუსის დაბადების დღეზე უფრო კარგი ბენეფიტები გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ აი მსოფლიოს მასშტაბით ვერსად ვერ შევხვდებით Apple-ის პროდუქციას 50%-იანი ფასდაკლებით, ხო? ეს შესაძლებლობა ჩვენს მომხმარებლებს პლუსის დაბადების დღეზე ეძლევა და არა მარტო Apple-ის პროდუქციაზე, ძალიან ბევრი ისეთი პროდუქტი და ბრენდი ერთვება განსაკუთრებით წელს, რომელიც არასდროს არ ერთვება არც ერთ რაღაცა დიდ დღეზე და ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ არის გრანდიოზული, ამიტომ არის სახალხო პროდუქტი და ამიტომ არის სახალხო დღე პლუსის დაბადების დღე და ვფიქრობ, რომ წელსაც, როგორც წინა წლებში, ზუსტად ისეთივე ბუმი იქნება და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ძალიან გრანდიოზულია. რაც შეეხება ხო, ერთი იმას დავამატებ, რომ აი ზოგადად როდის ხვდებით, რომ პლუსის დაბადების დღე მოდის, ხო? როდესაც უკვე Facebook-ზე ხვდებით პოსტებს, რომ მე გავყიდი პლუს ქულებს და მე შევიძენ პლუს ქულებს. აი მანდ უკვე ხვდებით, რომ უკვე დროა იმისთვის, რომ პლუსის დაბადების დღისთვის დავიწყოთ მომზადება და სწორედ ეს ყველაფერი ქმნის ამ დღეს და ეს ყველაფერი აქცევს ამ დღეს ესეთ დიდ დღეთ და ესეთ გრანდიოზულ დღეთ. კი ბატონო, გასაგებია და ალბათ წლიდან წლამდე იზრდება ეს რაოდენობა და საინტერესო თვითონ პარტნიორების შესახებ რამდენი კომპანია არის წელს პლუსის დაბადების დღეზე რამდენი მონაწილეობს? კი, მართალია, წლიდან წლამდე პარტნიორების რაოდენობაც იზრდება და წელს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წელთან შედარებით პარტნიორების კი გაორმაგდა და გაორმაგებული რაოდენობის პარტნიორები გვეყოლება წელს პლუსის დაბადების დღეზე. ბიზნესები ყოველწლიურად რაღაცა ძალიან ადრე გვეხმიანებიან, რომ უკვე თადარიგი დაიჭირონ, რომ პლუსის დაბადების დღეზე ჩაერთონ და ვფიქრობ, რომ როგორც ჩვენთვის, ასევე ბიზნესებისთვისაც ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცა ახალ ბიზნესებს ვაძლევთ
შესაძლებლობას, რომ ცნობადობა გავუზარდოთ, რაღაცა დაინტერესება გავზარდოთ, ასევე ამ დღეს მომხმარებლების რაოდენობა ჩვენს პარტნიორ ობიექტში ორმაგდება და რაღაცა ძალიან დიდი ბუმი იქნება, რაც ამ დღეს ძალიან განსაკუთრებულს ხდის და ძალიან საინტერესოს და ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, როგორც საქართველოს ბანკისთვის, ასევე ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის და ვფიქრობ, რომ ყოველთვის ძალიან კმაყოფილები რჩებიან ამ დღის შედეგებით. და თვითონ აი სად არის შესაძლებელი სარგებლობა დაბადების დღის შეთავაზებები წელს, ანუ კი ხა რაღაცა მივხვდი რომ დაახლოებით დიდ რაოდენობაზეა საუბარი, მაგრამ არ ვიცი ალბათ სოფო უფრო გვიპასუხებს ამ ნაწილს. წელს როგორც სოფო მახსენა 500-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი გვყავს და ვფიქრობ, რომ წელს კიდევ უფრო განსაკუთრებული, იმიტომ არის პლუსების დაბადების დღე, რომ ყველანაირი ტიპის ადამიანს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თავისი გაორმაგებული ქულები გამოიყენოს. იქნება ეს შოპინგის მოყვარული, რაღაცა მოგზაურობის მოყვარული, ავტომობილების მოყვარული, ყველანაირი ტიპის ადამიანს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს. წელს ძალიან ბევრი სიახლე გველოდება პლუსის დაბადების დღეზე. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე და ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი სიახლე რაც არის ის რომ სამოგზაურო ტური შეგვიძლია რომ შევიძინოთ ჩვენი გაორმაგებული ქულებით, რაც ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი სიახლე არის და არა მარტო სამოგზაურო მიმართულებით, ავტომობილების მიმართულებითაც გვაქვს სიახლე, ძალიან ბევრი პარტნიორი ობიექტი საავტომობილო ბრენდებიდან გვერდთვებიან, ესეც ძალიან კარგი სიახლე არის და ასევე ძალიან ბევრი ახალი კომპანია გვერდთვება, რომელიც წინა წლებში არ იყვნენ და წელს მოკლედ ძალიან დიდ შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ თავიანთი გაორმაგებული ქულები გამოიყენონ. შვენიერი მიმართულება არის ვეცდები რომ ჩაუსაფრდე მოკლედ მაგ ნაწილს აუცილებლად და მე აი აუცილებლად უნდა ვიკითხო დარწმუნებული რომ ჩვენი მსმენელი ამას ელოდება აი რა რჩევას მივცემთ იმ ადამიანებს ვინც აპირებს დაბადების დღეზე შოპინგს აი რა უნდა გაითვალისწინონ ბევრი რამე არის გასათვალისწინებელი სხვათა შორის, იმიტომ რომ რაღაცნაირად იქიდან გამომდინარე რომ ონლაინშიც და ფიზიკურშიც ვრცელდება პლუსის დაბადების დღე და არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც ვრცელდება ჩვენს პარტნიორ ობიექტებში. ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და ესე რომ ვთქვათ, რჩევის სახით რა შემიძლია რომ გაუზიარო ჩვენს მომხმარებლებს. პირველი ალბათ იქნება ის რომ რიგებს რომ ავარიდოთ თავი, როგორც ისიც დავახსენეთ უკვე სოფო ახსენა, რომ ძალიან დიდი რიგები იქნება პლუსის დაბადების დღეზე, როგორც მოლებში, ასევე საცობები იქნება, ამიტომ ჩემი მთავარი რჩევა იქნება, რომ პლუსის დაბადების დღეზე შოპინგი დავიწყოთ ღამის 12 საათზე ონლაინ და 24 საათის განმავლობაში შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი პროდუქტები და გამოვიყენოთ ჩვენი გაორმაგებული ქულები. ეს არის პირველი რჩევა, რაც შემიძლია რომ გაგიზიაროთ. მეორე რჩევა იქნება ის, რომ თუ ისეთი პარტნიორი ობიექტი შეარჩიეთ, რომელშიც ონლაინ არ ვრცელდება შეთავაზება, ჩემი მთავარი რჩევა იქნება, რომ წინასწარ მიხვიდეთ მაღაზიაში, მოიზომოთ, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, მაღაზიასთან გადაამოწმოთ წინა დღეს ნამდვილად არის თუ არა მარაგში და ისე მიხვიდეთ ადგილს და ისე შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა რაც არის ის რომ წინასწარ გადავამოწმოთ ჩვენი ბალანსი და პლუს ქულების ბალანსის გადამოწმება ყველა შეუძლია მობილ ბანკში პირველივე გვერდზე და თუ მივხვდებით რომ არ ყოფნის ჩვენი პლუს ქულები ოჯახის წევრებს მივმართოთ ერთი ვარიანტი გვაქვს ეს რომ ჩვენ ოჯახის წევრებს მეგობრებს ვინც არ აპირებს რომ წელს პლუსების დაბადების დღე გამოიყენონ თუმცა მეეჭვება ესეთი ვინმე იყოს არ იქნება, კი ბატონო, მათ გამოვართოთ პლუს ქულები, ან ნაწილი გადავიხადოთ ქულებით, ნაწილზე კი გამოვიყენოთ ჩვენი საყვარელი პროდუქტი ნაწილ-ნაწილი, ან დავამატოთ თანხა და შევიძინოთ ჩვენთვის სასურველი პროდუქტი ესა. ეს არის ის მთავარი რჩევები, იმედი არაფერი არ გამომრჩა, თუმცა ძალიან საინტერესო იქნება, ვინმეს კიდევ სხვა რჩევა თუ ექნება. მეორე სოფოს გარდა შეიძლება რომ მოვისვიდოთ. კი ბატონო.
ისე სანამ სოფოსთან გადავიდოდი, სოფოსის გამზადებული მქონდა ერთი შეკითხვა ჩვენ წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ აი რაღაცა ხრიკებზე როგორ უნდა დააგრო თელი წელი პლუს ქულები რომ მე აი ამ დიდებულ დღეს მოკლედ ეგონიურულად გამოიყენო და ბევრი გქონდეს დაგროვებული სანამ სოფოსთან გადავალ შენთან მექნება პატარა შეკითხვა ბარემ ვისარგებლებ მაგ მომენტით რომ თუ შეგიძლია რომ გაგვიზიარო შენ რის ყიდვას აპირებ ხო მე წელს ძალიან ბევრი იდეა მქონდა თურისი შეძენა მინდოდა პლუსის დაბადების დღეზე თუმცა აი პარტნიორ ობიექტებს რომ ვუყურებდი ვინ გვემატებოდა და ასე შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ჩემი სახლისთვის შევიძინო რობოტი მტვერსასრუტი და რაღაცნაირად უფრო კომფორტული გავხადო ჩემი ყოველდღიურობა ამ ნაწილში თუმცა ბევრი სხვა სურვილის მაქვს ამასთან პლუს ქულები არ მყოფნის თუმცა შევეცდები რომ მომავალ წლისთვის კიდევ უფრო მეტი პლუს ქულა გამოვიყენო და შევაგროვო და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ესე მოხდება და პირველ კითხვას რო დაუბრუნდეთ ხო რომელიც მეორე სოფომ უნდა გიპასუხოს მან ყველას თავისი ხრიკები აქვს თუ როგორ აგროვებს პლუს ქულებს წლიდან წლამდე და ძალიან საინტერესო იქნება რომ სოფოს პასუხსაც დავეულოდოთ როგორ აგროვებს პლუს ქულებს სოფო რას გვეტყვი აი თავიდან სოფო მახსენა რომ პლუსის პროგრამა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს რომ თავიანთი ყოველდღიური ხარჯი გახდეს მეტად ბენეფიტური და მეც უკვე ყოველდღიურ დანახარჯზე რაც მაქვს იქნება ეს აფთიაქში, მარკეტში, ბენზინგასამართსადგურზე სულ მას ვფიქრობ რომ ეხა ამას რო გადავიხდი რამდენი ქულა დამერიცხება და მეც მაქვს რა თქმა უნდა ჩემი ხრიკები როგორ ვაგროვებ წლიდან წლამდე ისეთ ქულებს რომ ესეთი შესაძლებლობა მაქვს რომ რაღაცა კარგი პროდუქცია შევიძინო 5 ივლისს. ჩემი ხრიკები მდგომარეობს იმაში, რომ მუდმივად ვიხდი პლუს ბარათით. ჩვენ საქართველოს ბანკის ტერმინალზე და მუდმივად ვუყურებ განახლებად შეთავაზებებს ჩვენი მობილ ბანკის სივრცეში, რომელიც მართლა ყოველკვირეულად განახლებადი არის და ვფიქრობ, რომ მუდმივად გვაქვს ისეთი შეთავაზებები, რომელიც ყველა ტიპის ადამიანისთვის მორგებადია და ყველა ტიპის ადამიანს დაინტერესებს. ხანდახან აი მართლა საჩუქრის შერჩევის დროს სულ იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ სად გვაქვს ეხლა შეთავაზება, რომ პლუს ქულები დავაგროვო და სულ ვუყურებ მოკლედ ამ შეთავაზებებს და ვცდილობ რომ ყოველთვის გამოვიყენო რომ მეტი პლუს ქულა დავაგროვო 5 ივლისისთვის. ასევე ნამდვილად ყოველდღიურად ვიყენებ ამ ბარათს და კიდევ ჩემი ერთი ხრიკი რაც არის ის რომ ხმარობ საკრედიტო ამექს ბარათს რომელზეც კიდევ უფრო მეტი პლუს ქულის დაგროვების შესაძლებლობა მაქვს და როგორ ხდება ახლა ეს ანუ საკრედიტო ამექს ბარათზე გროვდება იმერ ქულები თუმცა ამ იმერ ქულების გადასვლა შემიძლია პლუს ქულებში და ისეთი კარგი რაოდენობით შემიძლია რომ გადავცვალო რომ ამიტომ ვცდილობ რომ ყოველდღიურად საკრედიტო ბარათი ვიხმარო რომ შემდეგ რაღაცნაირად მეტ პლუს ქულაში გადავცვალო და კიდევ უფრო მეტი ქულა მქონდეს ამიტომ ჩემი ხრიკი ეგ არის რომ ვურჩევ ვისაც აქვს შესაძლებლობა რომ აიღოს საკრედიტო ბარათი იხადო ყოველდღიურად ამით რათა უფრო მეტი ქულა დააგროვონ. მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი, რაც გაგვიზიარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო რჩევები იქნება მათთვის, ვინც ხვალ აპირებს შოპინგს და მე არაერთხელ მithქვამს პოდკასტში და მის მიღმაც, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო იდეა, რომელსაც ფაქტიურად ქართული შოპინგის გამოცდილება შეცვალა და მთელი დღე ჩერდება ხოლმე მთელი ქალაქი და იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინეთ იმ რჩევებს, რაც მოისმინეთ და თქვათ არ გაჩერდება ქალაქი და მიმართავთ ონლაინ შოპინგსაც. მოკლედ გისურვებთ წარმატებებს, ხვალ 5 ივლისი გაორმაგების დღეა, შესაბამისად აქტიურად მიმართეთ თქვენ საყვარელ მაღაზიებს და გამოიყენეთ პლუს ქულები. დროებით შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს.